მოგესალმებით, მე ნინო ვარ. დღეს განვიხილავ Philips-ის ბრენდის აეროგრილის მოდელებს, რომელთა დახმარებითაც მარტივად არის შესაძლებელი შექმნათ ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტი. დავიწყოთ პირველი მოდელით, რომლის ჯამის მოცულობაც არის საკმაოდ ტევადი, 6.2 ლიტრი. რაც შეეხება პროგრამების მართვას, არის მარტივი, აქვს სენსორული დისპლეი, საიდანაც ვარეგულირებთ პროგრამებს. 12 წინასწარ დაყენებული პარამეტრიდან შეგიძლიათ აერჩიოთ გაყინული კარტოფილი ფრი, ახალი კარტოფილი ფრი, ქათმის ბარგლები, ხორცი, თევზი, საუზმე, ბოსტნეული, მაფინები, ვეგანური, გამომშრალი ხილი, სითბო შენარჩუნება და საყვარელი პარამეტრების ღილაკი, რომელზეც შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი წინასწარ დაყენებული პარამეტრები. Philips-ის აეროგრილის მოდელებს აქვს ინოვაციური Rapid Air Plus ტექნოლოგია, რომლის საშუალებით ინტენსიურად ხდება ცხელი ჰაერის ცირკულირება მთელი კალათის გარშემო, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ თანაბრად მოვამზადოთ წვნიანი და გემრიელი კერძი ყოველ ჯერზე ზედმეტი ცხიმის გარეშე. აქვს მინის მასალისგან დამზადებული თავსახური, რომელიც იდეალურია იმისთვის, რომ ვაკონტროლოთ მომზადების პროცესი. გადავიდეთ მეორე მოდელზე, რომელიც არის უფრო დიდი მოცულობის, ჯამების საერთო მოცულობა გახავთ 9 ლიტრი, რომელიც გაყოფილია ორ სხვადასხვა ზომის თაროდ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა პროდუქტი ერთდროულად, რომელიც დაგაზოგინებთ დროს. ამ მოდელს ასევე აქვს HomeAid აპლიკაცია, რომელიც გვთავაზობს ეტაპობრივ ინსტრუქციას და ასობით გემრიელ კერძს. თითოეული მათგანი სპეციალურად თქვენი air fryer-ის პარამეტრებისთვის არის მორგებული. რაც შეეხება მესამე მოდელს, ამ შემთხვევაშიც გვაქვს 9 ליტრიანი მოცულობის ორი განსხვავებული ზომის უჯრა, სადაც შეგვიძლია მოამზადოთ ერთდროულად სხვადასხვა პროდუქტი. წინა მოდელებისგან განსხვავებით, ეს მოდელი გამოირჩევა ორთქლზე მომზადების თანამედროვე ტექნოლოგიით, რომლის შედეგად იღებთ რბილ, წვნიან და სრულად შენარჩუნებულ იდეალურ გემოს ზედმეტი ცხიმის და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. Philips-ის აეროგრილს ასევე გააჩნია ავტომატური თვითწმენდის ფუნქცია, რომელიც გეხმარებათ მარტივად გაწმიდოთ ცხიმის ნარჩენები. თქვენ უბრალოდ უნდა ჩართოთ Steam Clean ღილაკი. Philips-ის მოდელების შერჩევა შეძლებთ როგორც ელიტის ფილიალებში, ასევე online i.gz. დღეისათვის სულ ეს იყო, დროებით.